ბოლო შეხვედრა მინისტრების, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დასრულდა რეზოლუციით და განცხადებით, რომელიც ეუბნებოდა საქართველოს, რომ თქვენ თუ კიდევ რამეზე ფიქრობთ, თუ გაინტერესებთ შენარჩუნება ან აღდგენა რამე ფორმის დიალოგის, რამოდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგათ და პირველი იყო დასახელებული სწორედ რიტორიკის შეცვლა. თქვენ არ უნდა გააგრძელოთ ჩვენი ლანძღვა გინება, თუ რამე სერიოზულად გინდათ, თუ ეს არ არის ტყუილა სიტყვები ნათქვამი იმისთვის პირიქით, რომ დაარწმუნოთ, დააწყნაროთ თქვენი მოსახლეობა, რომელსაც თქვენს მიუხედავად მაინც უნდა ევროკავშირი და მათ დააჯეროთ, რომ თქვენ მაინც მიდიხართ ევროკავშირისკენ. და ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა თქვენს მიმართ, ეს იყო ტექსტი ევროკავშირისგან გზავნილი აქა, თქვენ შეცვალეთ რიტორიკა და დაანებეთ თავი ამ რაღაცა უაზრო კრიტიკა, ლანძღვა, გინება, რაც არის ბოლო პერიოდში უწყვეტი ფორმა ურთიერთობის ქართული ოცნების ევროკავშირთან, აქაურ ელჩებთან, იქაურ ლიდერებთან და ზოგადად ქვეყნებთან. და რას ვხედავთ? რომ რამოდენიმე დღეში მაშინათვე დაიწყო ისევე ელჩებზე შეტევა და ეხლა ეს არის პირდაპირ რაღაცა ზღვა გინების, ხან დანიას ერჩიან, ხან გერმანიას და ხან ვის და ეს არის პირდაპირი დაკვეთა, მე ასე ვიტყოდი, რუსეთიდან, რომ არა, რაც არ უნდა წამოვიდეს ევროკავშირიდან რამე ნაბიჯი, რამე ხელი გამოწეული, რომ მოდით და ვიფიქროთ იმაზე, რომ მაინც აღვადგინოთ ეს ურთიერთობები, თქვენ არაფერზე არ წახვიდეთ და პირიქით. და ესენი ასრულებენ გულმოდგინეთ ამ ყველაფერს, ლანძღვას, გინებას ევროკავშირის, რომ არ დაუტოვონ ევროკავშირს არანაირი საშუალება, რომ ამ ქვეყანასთან შეინარჩუნონ რამე ურთიერთობები. ეს არის მიზანი ამ გამოსვლების, რომელიც რეალურად არც შინაარსი არ აქვს, არც არაფერი, ეს სიტყვის ფაღარათი არის რეალურად და მაგრამ ამას აგრძელებენ იმისთვის, რომ ჩაკეტონ და კედელი ამოაშენონ ევროკავშირთან, არ დატოვონ არც ერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოს და ევროკავშირის შორის იყოს რამე საშუალება.